ჩვენ ვართ ჩვენი ფიქრები. ანუ კიდევ ერთი ამბავი სოკრატისა. ერთხელ სოკრატემ გადაწყვიტა, რომ თავისი მოსწავლეები ქალაქგარეთ გაეყვანა პიკნიკზე. აიღეს საჭირო საკვები, რაც კი რამე უნდათ, ღვინო და გავიდნენ ქალაქიდან. რაღაცა მანძილი გაიარეს, გავიდნენ მდელოზე, გაშალეს სუფრა, მიუსხდნენ. იქ სოკრატე ბრძენ მეტყველებს, როგორც ალბათ იცოდა. იქ მოსწავლეები ცდილობენ დაუმტკიცონ, როგორი ჭკვიანები არიან მასთან და ამ დროს ერთი კაცი გამოჩნდა. გზავრი მივიდა. და სოკრატეს ეკითხება, რომ იქნებ ქალაქის გზა მასწავლოთ ამ მხარეში პირველად ვარო. სოკრატემ ესე ხელთა ჩვენა აი იმ გზით თუ წახვალ პირდაპირ ქალაქის კარიბჭეს მიადგებიო. ამ კაცმა მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთი კითხვა დაუსვა. როგორი ხალხი ცხოვრობენ ქალაქში? თქვენ საიდანაც მობრძანდებით, ბატონო? იქ როგორი ხალხი ცხოვრობენო? კითხვა შეუბრუნა სოკრატემ. ძალიან ღირსეული, პატიოსანი, შრომის მოყვარე, კეთილი ხალხი ცხოვრობენო. აი ზუსტად მასეთი ხალხი დაგვხვდებიან ჩვენს ქალაქშიო, უთხრა სოკრატემ. კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ამ კაცმა და წავიდა. ცოტა ხანში მეორე კაცი გამოჩნდა, მეორე მგზავრი. მიუახლოვდა და ეკითხება სოკრატეს, რომ ქალაქისკენ მიდივარ ამ მხარეში პირველად ვარ, ბატონო, და იქნება მითხრათ, როგორ აღმოჩნდა იქ, რომ გზა არ ამებნასო. სოკრატემ ესე ხელი გაიქნია და უთხრა, აი იქ თუ პირდაპირ წახვალ, აი მიმართულებით. ზუსტად ქალაქის კარიბჭესთან აღმოჩნდებიო. ამ კაცმა მეორე კითხვაც დაუსვა. ზუსტად იგივე კითხვა, რაც პირველმა. და როგორი ხალხი ცხოვრობენ თქვენს ქალაქშიო? სოკრატემ კითხვა შეუბრუნა როგორც იმ კაცს. და თქვენ საიდანაც მობრძანდებით, როგორი ხალხი ცხოვრობენო? ამ კაცმა უთხრა, რომ ძალიან ფლიდი, უნდო, მოღალატე, გამყიდველი ხალხი ცხოვრობენო. სოკრატემ უთხრა, ზუსტად ასეთი ხალხი შეხვდება იქ. ზუსტად ასეთია. ამ კაცმა ხელი ჩაიქნია. ასეც ვიცოდიო და წავიდა. მაგრამ უყურებენ გაოცებული მოსწავლეები სოკრატეს. მასწავლებელო, ერთი და იგივე კითხვაზე ორ ადამიანს სხვადასხვა პასუხი როგორ გაეციო? პირველ კაცს გული ჰქონდა სუფთა, გონება კი დალაგებული და პოზიტიური. მეორე კაცს გული ჰქონდა დამძიმებული, გონება კი ბინძური. სინამდვილეში ჩვენ ვართ ჩვენი ფიქრები. რასაც ვფიქრობთ, ისევ ხედავთ ჩვენს გარემოს. და როგორია შენი ქალაქი?